მე ვარ სენაკის ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი 4 წლიდან 18 წლის რო გავხდი ვიყავი მაინც იქ ვიყავი 10 წელზე მეტია მაგრამ ჩვენ იქიდან გამოვყარეს იმის გულისთვის რომ იქ ბავშვთა სახლში რაც ჩვენ გამოვიარეთ წლების უკან არ გუნდათ ეხლანდელ ბავშვებს გამოევლოთ და ამიტომ ჩვენ ვამხილეთ სენაკის ბავშვთა სახლის დირექტორი ისეთი რაღაცები ხდებოდა იქ ბავშვების გარდაცვალება ბავშვების დაუდევრობით მოვლა ყველაფერი და ამის გულზე ნინო გოგელიძემ ჩვენ გავყარა ქუჩაში და ხელი შეუწყო მას სააგენტოს ერთ-ერთმა მოადგილემ გია კაკაჩიამ და ბელა და მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრომაც და ჩვენ 1 წელზე მეტი ვარ ქუჩაში ვართ არავინ ელემენტალურად არავის არც უკითხავთ რა სჭამთ რას არა ვის და ვის არ მიუმართეთ 400 წერილი გვაქვს მარტო ამ თვეში გაგზავნილი და არანაირი ყურადღება არავინ არ მოგვაქცია. სამართალი არ არსებობს ქვეყანაში საერთოდ. ბავშვთას რო გამოდიან ტელევიზორში იძახიან უნარშეწყვეტ ეს არის ყველაფერი ფარსი. ახლა დავანახე ყველამ ნახა რომ როგორ სიტუაციაში ვართ. ამიტომ ჩვენ ყველაფერს იქ არ შეგვიშვეს ასაგადაცილებული, მაგრამ სად იყვნენ მანამდე როცა ჩვენ ასაგადაცილებული 10 წელზე მეტია რო ვართ. სად იყვნენ სანამ ჩვენ არ ვამხელთ მანამდე გია კაკაჩიამ გითხრა ხეხებზე მკიდი ხათო სადაც გინდა იქ წადო ჩვენ ხო გაგზავნეთ 18 წლისო. ამიტომ ეხლა ჩვენ ვითხოვთ რომ ეს ყველაფერს აქ ვერ ვიტყვი კიდე უფრო მეტი კია სასწაული ხდება ბავშვთა სახლებში. ეხლა ბავშვთა სახლში გამოცხადდა ისა რა ქვია ვაკანსიები რომელიც მე და ჩემმა ორმა ბენეფიციარმა მივიღეთ ვაკანსიაზე მონაწილეობა რომელიც ჩვენ ვითხოვთ მუშად დახმარება სენაკის ბავშვთა სახლში. იქაც ჩვენ დაბლოკეს და რატო დაბლოკეს? შენ ისა რა ქვია ისახარო რა ქვია მომჩივარი ხარო მე ყველაფერს ვაკეთებდი იქაური ბავშვების გულისთვის და არა ჩემს გულისთვის. იქაც ვარი გვითხრეს და მათ შორის არიან იქ ისეთი ისა ხალხი რომელიც დაინიშნა აბსოლუტურად არაფერს არ აკეთებენ ისეთი კრიმინალები დატოვეს იქანე თუნდაც ზაური კოკაია მაკა კინტურაციული ფსიქოლოგი ესენი ზაური კოკაი არის აქვია ბძღოლი ჩვენ გინდოდა ელემენტალურად ბავშვებს ყოფილიყავით. ხელი კიდე არ შეგდო რომ გამოდიან ჩვენ თუ არ დაგვასაქმენ და ვინდა დაგვასაქმო ჩვენ ერთადერთი ალტერნატივად დაგვრჩა მარტო ვის და ვიყავს სახალხო დამცოდთან ვიყავით რატო არ ვიყავით ადჯერ უარი გითხრას შეხვედრაზე საერთოდ აბა ვის უნდა მივმართოთ პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის სამინისტროში სადაც ზედმეტია ლაპარაკი სანამ ჯანდაცვის სამინისტროში არ შეიცვლება მინისტრის მოადგილე თუნდაც ლომიძე და მისი რა ქვია დამკაჩები ეკასანებიძე სოციალური დეპარტამენტის უფროსი ისა რა ქვია მამუკა მაჭავარიანი რომელიც ესენი ბავშვებს ყიდიან სასწაული ხდება ბავშვთა სახლებში მინდა რომ ყველამ გაიგოს ეს პირდაპირ ეთერში ვიტყვი ყველაფერს და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ამ ბავშვებზე ექსპერიმენტების გაკეთებას მარტო ზიან იმაში რა ქვია თანამდებობებზე და მეც არაფერს არ აკეთებენ ბავშვები ამიტომ მინდა მე იმიტომ მოვითხოვდი რომ ბავშვები ყოფილიყავით მე და ბესო კაი არ შეგვიშვეს დასაქმებაზე კიდე უარი გვითხრეს საქართველოში არ არსებობს სამართალი არც სახალხო დამცველი არც არავინ ამიტომ ძალიან გთხოვთ მიიღეთ ზომები და შესაბამისი ორგანოები ჩაერთოს ამ საქმეში 1 წელზე მეტი ვარ ქუჩაში ვარ და 6 თვეებია რა ისეთი ტანჯვა თან დავამტყოფობდი უკვე ავამტყოფობდი პურნალობა მჭირდება იმ დრომდე მიგვიყვანეს ჩვენ უკვე ეხლანდელმა თავროი მანკია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ეხლა არის სახელმწიფო ისა ზრუნვის სააგენტოს მარი მესხი იცი რა 4ჯერ მივედი ეხლა დაცვას გამოვიძახე მუქარის მეტი არაფერი არ არის ამიტომ ჯანდაცვის მინისტრის ვთხოვ დაითხოვოს სოციალური მომსახურების საკუთრის ბოდის შემწყდა გვამები და მკვლელები ზიან. ამიტომ ძალიან გთხოვთ. შემიძლია ყველა თემაზე ვილაპარაკო. არის რაღაც